20 წლისები ვიქნებოდით იმ პერიოდიდან ვიცნობ და იცი ძალიან კარგად რომ აი სულ ვამბობ რომ რა იდიოტიც ვარ ხელის გულზე ვარ და ზოგადად ძალიან გულწრფელი ვარ და მიუხედავად იმისა რომ რაღაცა სტერეოტიპები დავამსხვიეთ მეც იმ საზოგადოებაში გავიზარდე როცა ეხმამაღლა ციცილი არ შეიძლებოდა იმიტომ რომ ცოტა უხერხული იყო არ შეიძლებოდა რაღაცა ფერადი ჩაგეცვა იმიტომ რომ ძირითადად შავი ფერი გვეცვა იმ პერიოდიდან 90-იანები რომ ქვია და აი როგორ გითხრა სულ ვამბობ იმას რომ რაღაცა მოცემულობას იღებ ან დაეგუები, ან უბრალოდ აი ეს კონტრშეტევაზე მიდიხარ და კონტრშეტევაზე როდის მიდიხარ, როცა ხარ სამდე კი არა, აი კოსმოსამდე და იმის ზემოთ რო კიდე რაღაც ირწია და ასტრონომიაში უფრო კარგად გავერკვევი და მე უფრო კარგად მიუსადაგებ ტერმინებს, ანუ აი არ ვიცი რამხელა მასშტაბის არის ის სიმართლე, რომელიც გვაქვს თითოეულ რეჟიმის ტყვეს და ყველაზე სასაცილო რატო ვთქვი რომ ხელის გულზე რაც ვარ ისეთი იდიოტი ვარ თქო, როცა შემოვიდა ჩემი ადვოკატი ნინო ლომინაძე, აი სულ ემადლიერები, ნინოს სახით ვკითხულობდი, რას ფიქრობდა ის ჩემზე, იმიტომ რომ ნინომ ბევრი რამ აი ესე შეპარვით აბსოლუტურად ესე დელიკატურად მომაწოდა და მე ამ დროს ვზივარ იზოლატორში, აი გაჩეჩილი, იმიტომ რომ თავზე მეფარა ბალაკლავა ეგრო წერებული, მე ზემოდან მედო რაღაცა ქუდი როის რაღაც კაფსულა რომელსაც ისროდნენ დეკემბრის პირველ რიცხვებში ნოემბრის შემდეგ, ანუ არ მომხვედროდა და აი წარმოიდგინე ამ ყველაფერს რო თავიდან მოგაძრობენ ფიზიკურად ან ვიზუალურად არ გამოიყურები ისე, დავუშვათ როგორც ახლა გამოვიყურები, აი ბობასთან და მადლობა თქვენ რომ მომეცით საშუალება რომ ცოტა თმა დამელაგებინა და რას ვამბობ, ანუ ესე ვიჯექი და მეუბნები რომ მე უნდა გამიშვან და მიყურებს ნინო და მეუბნება რომ ნიკა იზოლატორში ხარ და მეუბნები რომ მე დამპირდნენ. ანუ ესეც ჩემთვის რამხელა იმედგაცრუება. იცი ოღონდ ეს არის ძალიან ესეთი ზომიერი იმედგაცრუება, ანუ ლოგიკურია, იმიტომ რომ შენ ადამიანებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლება გითხრეს რომ ხომ იცი რომ სუფთა ხარ, ეხლა არ გვაწვალო, ხელი მოაწერე რაღაცებს, ოღონდ იქვე მუქარა იყო რომ თუ არ მოაწერ, მე უარესად იქნება და აქ უკვე ამენთო რომ შეიძლება მცემონ, მე დედაჩემმა ჩართოს ტელევიზორი, ნახოს დასისხლი, ანუ ყველაფერზე გიწევს ფიქრი, მაგრამ თავარი ამბავი არის ის, რომ მაინც თავს კი არ ვიქებ ახლა. ჩემი კეთილგანწყობა სამართალდამცველებისადმი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რეჟიმი რამდენი ხანია საკუთარ კლანჭებს აი უფრო და უფრო ფართოდ აჩენს და ხედავთ რომ ეს კლანჭები იზრდება, კი არ პატარავდება, ანუ იზრდება. მე მაინც ვზივარ და ვამბობ რომ არა ნინო მე დამპირდა სამართალდამცველი და ნინო მიყურებს აღონდ როგორ ისახეთ იცი რომ უბრალოდ არ მაკადრა და ძალიან უფასებ ამას მაგრამ აი რომ ზეთქვა რომ ნიკა მოდი გავიზომოთ სიცხე ან მოდი დავუძახოთ ფსიქოლოგს ნამდვილად მივიღებდი იმიტომ რომ ვიჯექი იმიტომ რომ აი ჩემთვის ეს არის მე რო გეტყვი რომ დღეს შევთანხმ მოვალ სტუდიაში და არ დამეღვევია ეს პირობა არც დავარღვევ არასდროს ანუ მე ასეთი პრინციპით ვარ გაზრდილი ანუ მაქვს პასუხისმგებლობა და თუ რაიმეს ვამბობ იმას ვაკეთებ და ამ შემთხვევაში სხვაობა არის მე ვარ მოქალაქე რომელიც შეიძლება დაკპირდეს შენ როგორც ჟურნალისტს, ანუ რესპონდენტი, რომ აი არ გზას შეიძლება ფეხი გადამიბრუნდეს, მაგრამ აი მოვალ, ყავარჯინით მოვალ, მაგრამ მოვალ და ეხლა წარმოიდგინე სამართალდამცველი, რომელზეც ვამყარებთ იმედებს, რომ თუ რაიმე არასწორად იქნება ის დაგვიცავს, უცებ აღმოჩნდა რომ დაგიჭირა უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ასე უბრძანა, მაგრამ რომ უბრძანა, ამან ხელიც მოაწერა ამას, მე ვიცი და მჯერა ისეთი ადამიანების, რომლებიც ბოროტებას, ანუ ნახე როგორ არის, მე თუ არ გავითვალისწინებ იმას შენ მერას, ეხლა რომ მითხრა რომ აიღე და კენჭი ესროლე ოპერატორს და მე რო ამას გავაკეთებ, იქ მხოლოდ შენი პასუხისმგებლობა არ არის, არის ჩემიც. ანუ მე უნდა შევინარჩუნო ის საღი აზრი, რომელიც ჩემი აი რაღაცა თვით კონტროლის მექანიზმს უნდა დავუქვემდება, რომ ასე ვთქვათ, ეს ჩემი ფანტაზია, ანუ ხელფასი, დიდება და ანუ ესეთ ქვეყანაში ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ, ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს წარმოადგენდეს სამართალდამცავ უწყებას, იყოს სამართალდამცველი და ზრუნავდე ადამიანების მინიმუმ უსაფრთხოებაზე, თუ არა ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე და ეს უნდა გავისიგრძეგანოთ ყველამ. ამიტომ აი ეს მომენტი იყო, რომ მე ვიცი, რომ არ დამიშავებია ერთი, მეორე ის დაპირება, რომელსაც ანუ რომელიც გამიმეორეს ბევრჯერ, ეხლა უფროსი დაგელაპარაკება და ახლა არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, მე ამოკრავენ 1-2 პანჩურს და წახვალ სახლში. მე ამას ველოდებოდი, ოღონდ უკვე იზოლატორში ვარ. და აი უკვე შემდეგ როცა მოიტანეს ფურცელი, გამოუშვეს ეგ ვიღაც გამომძიებელი, ანუ ხა ძალიან მკაცრად ველაპარაკე, იმიტომ რომ ის ოდენობა რომ წამიკითხეს, აი არასდროს არ დამავიწყდება ადვოკატის თვალები, ანუ იქ სახეზე მეტყობოდა უკვე ყველაფერი და თან იცი რომ გწირავენ. როცა ეწერა რაში იყო საქმე, 14 გრამი თუ რა ვიცი, ყველა სამყაროსი და თან უცნაური ის არის რომ იქ რამდენიმე ადამიანი ისეთი არაადეკვატური იყო რომ ვამბობდი რომ ეთყობა ის უფრო მეტი უნდათ, მაგრამ დანარჩენი მოიხმარეს თქვენ, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი სრულიად აი ამორფული, არაადეკვატური, ამოვარდნილი ყოველგვარი ადამიანური კონტურიდან და აი როცა გეტყვით მოდი რბილად ვიტყვი, მაშინ მოეთრევი პოლიციაში, ანუ
ოღონდ ეს მაშინ რა იგრძენი შიში იყო ეს? მაშინ ერთადერთი ფიქრი რაც მქონდა იყო შიში, უიმედობა, რომ აი მორჩა. იყო უიმედობაც და იყო იცი შიში, რომ ისი არ მცემონ, რომ უბრალოდ ხელიდან, იმიტომ რომ ჩემი ძმა ემიგრაციაში იყო და ეს იცივიკა და როგორ გითხრა, აი დედა ჩემზე ზრუნვაში დროსაც თქვი მე საბოლოო სიტყვის დროს, რომ მე 42 წლიდან მინუს, აი როცა უკვე ისეთ საზრიან ასაკში, ანუ შეგნებულ ასაკში დავიწყე რაღაცებზე ფიქრი, რაღაცებს გაცნობიერება, რომ რაღაც პასუხისმგებლობები უნდა ავიღო, იმიტომ რომ იცი კარგად, რომ დედის გაზრდილები ვართ და დედა ჩემზე ზრუნვაში ვატარებ და ეს დედაზე ზრუნვა მე გადამდის მეგობრებზეც, მეგობრის შვილებზეც, აი მაქსიმუმს ამ ყველაფერში და აი იმ მომენტში იყო მხოლოდ დედაზე ფიქრი, ანუ ვიდრე დავიწყებდი კოლეგებზე, ვიცოდი ზუსტად რა სიტყვით ეთერში როგორ იტყოდით და აი წარმოიდგინეთ ვიჯექი მანქანაში, ხელბორკილებ დადებული და სხვათა შორის ეს არ მახსოვს, ანუ აი ეს რო გიჭერს და ანუ ეს შეგრძნებები საერთოდ გათიშული მქონდა აბსოლუტურად ყველაფერი და ფიქრობდი რომ აი ერთადერთი ფიქრი რაც მქონდა რომ დედა ჩემს არ გაუსკდეს გული რომ უცებ კადრს რთავს და აცხადებს პირობითად ინგა გრიგოლია, ეკა მიშველაძე, გიორგი თარგამაძე, ანუ ჩვენი კოლეგები, რომ აი ნიკა მოკლეს. ან ნიკა ისეთ სემეს რომ უბრალოდ გონზე არ არის. ან იმდენად მძიმე მდგომარეობაშია და ისეთი ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლი, რომ ну არ ვიცი, აი უგონ რეანი, აი ვფიქრობდი ესეთ რაღაცას და სულ ამბობ, რომ ეს ის შიშია, რომელიც იმავდროულად გაკარგინებს აი ამ შეგრძნებებს და უკვე მიდიხარ ვაბანკ, რომ აი შენ არ უნდა დათმო, იმიტომ რომ იმას არ უნდა გაატანინო. თავისი ოღონდ ვერაფერს ვერ შვები, იმიტომ რომ პატარა ხარ. ეს ბრძოლის უნარიანობა შოკის შემდეგ. მალევე, იმიტომ რომ როცა უკვე ვნახე, რომ აი ეს აგდებულად დაიწყეს, რომ კონსტიტუცია არა, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი მართლა თავზე გადაიხიეს და გადამახიეს. და უკვე იმ წამიდან დავიწყე ფიქრი, რომ აი როგორი მომენტი მქონდა იცი რომ აი როგორ შეიძლება ადამიანი რომელსაც ეს სიტყვები არ არის ლიტონის სიტყვები რომ აი მე ადმინისტრაციული ჯარიმაც არ მქონია არც მათი დამონათება შეიძლება იმიტომ რომ ხო ბევრს აქვს მაგრამ კი ბატონო იხდის სასჯელს ყველა რეჟიმის ტყვე არის ზუსტად ასეთი ადამიანი სამაგალითო კარგი ოჯახიშვილი კარგად აღზრდილი დღევანდელი სიტყვები იყო ამის აი რაღაცნაირად დღეს რო უსმენდი ანდროს რო უსმენდი სინდისის ტყვებს ონისეს საბას აი რაღაც ეს ჩანდა რომ რაღაც გამორჩეული ხალხი ყავთ დატყვევებული აი რაღაც მექსიკური რაღაცა სხვადასხვა სერიალში როი ხო ცუდი და თოქს რო გადააგდებ და აი რო დაიჭერ და მე დაიმონებ და გადაარტყამ ზემოდან შოლს ამ ადამიანებს ეგონათ რომ აი ეს პატარა ამ შემთხვევაში მე ჩემს საკუთარ თავზე ვამბობ აი თუნდაც ჩემზე ასაკეთ ჩემზე უმცროსი ადამიანები ახალგაზრდებს ვისაც უწოდებთ იქნება ირაკლი მიმინოშვილი იქნება თორნიკე გოშაძე ჩემთან შედარებით ასაკეთ უფრო პატარები ანუ ამათ ჩათვალეს რომ ჩვენა ეს რაღაცა ანთებული თვალებით ბიჭები აუცილებლად დავემონებოდით არ ხმას არ ამოვიღებდით ვეტყოდით ბევრ მადლობას საპროცესოზე მოუწერდით ხელს და მე მოგვატყუებდნენ და ასე და და არც ერთმა ეს არ გააკეთა ეხლა რა საპირე შეხო ძალიან კარგად იცი ეს რატო გააკეთეს ამ სასჯელის გამოყენება რატომ ხდება, იმიტომ რომ პროტესტში მონაწილე ადამიანები გააჩუმონ. ეხლა რა საპირებ შენ? ხო, აი თან მეორე ნაწილსაც უპასუხე და ვიტყვი პირველს, რომ შიში ნუ შეგეშინდებათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ბუნებრივი ემოცია და მე მომხრე ვარ ყოველთვის ადამიანმა ილაპარაკოს იმაზე, რასაც გრძნობს. თუ ვინმე სითამა მე ვილაპარაკებ ჩემს შიშზე, მე ვილაპარაკებ ჩემს ფობიებზე, რომელიც თუნდაც დროებით ამკიდეს. აი როგორ გითხრათ, ვერ იქნები ადამიანი თამამი, თუ არ იგიმე შიში. აი შიშის მერე მოდის ზუსტად ის მთავარი ფაზა, რომელიც შენს გადაგარჩენს როგორც ადამიანს და ფსიქოტიპს, გადაგარჩენს როგორც მოქალაქესაც და მე მიუტრიალდი კიდევაც დარბას ერთ-ერთ პროცესზე და უთხარი რომ არასდროს არაფერზე არ მოუწეროთ ხელი. დაეგვირტყან, დაექვცემონ, ანუ უკაცრავად არავის ნაკლები არ ვარ და არავის მეტი არ ვარ და მე შეიძლებოდა მომხდროდა და უკაცრავად ახლა გურამ როგავას კადრი მახსენდება პირველი მაკაზე სასიკვდილო თავდასხმა. ზვიად მაისაშვილი, ნუ როგორ შეიძლება ამის მერე, უბრალოდ ის იმ მომენტში, აი ამდენი ადამიანი რო გარს გეხვევა და ცდილობს რომ რაღაცნაირად გადაგავიწყოს საკუთარი ცხოვრება და აი ჩაგახედოს, აი დაგაყენოს იმ უფსკრულის პირას რომ ხვალ შენ შეიძლება არ იყო, იმიტომ რომ სისტემისთვის ხარ ჭანჭიკი და უბრალოდ როგორც ადამიანი, ანუ სიცოცხლე აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენენ, ან ნივთიხარ. გვინდა ამას გიზამთ, გვინდა იმას გიზამთ. ახლა იმ ფანტაზიას არ გავშლი. აი მაგის მერე მოდის ის მთავარი ფაზა, რომ შენ შეუპოვრობით უნდა შეეწინააღმდეგო, იმიტომ რომ გაჩვენება რას ნიშნავს, რომ შენ ხვალ სხვის შვილს უქმნის საფრთხეს. სხვა დედას, სხვა ქალს, სხვის ბიძას, ანუ ყველას საფრთხეს უქმნი და ეს გაჩვენებები არ გამოვიდა. იმ ადამიანებს, რომლებსაც ამით ვითომ აშინებდნენ
არ ვიცი, ხო დავინახეთ რომ არ შეგვეშინდა, ხო დავინახეთ რომ დამადლიერება იმ ადამიანებს, რომლებიც ჯიუტად და პრინციპულად დადიოდნენ, მარში იყო თუ აქცია იყო და მრავალფეროვანი და სხვადასხვა შინაარსის და აი ამ ხალხისადმი ძალიან დიდი მადლიერება მაქვს და ესეთ რუტინულად მიდიოდნენ, თავისი გეგმა ჰქონდათ და მე მახსოვს ძალიან კარგად რომ უხერხულად ვიყავით თავადაც, როცა ამბობდი რომ აი ეთერის გამო ახლა არ ვარ იქ, იმიტომ რომ იქ უნდა ვიყო, მაგრამ სამსახურია და ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს და ძალიან კარგად ვაცნობიერებ და ეს მადლიერებაც მოდის აქედან და უყურებდი ტევე პირველს. ისიც ნორმალურია, მე ხშირად ვწერდი რომ ვისაც უნდა შევიდეს აი ეს უხერხულობა, რაზეც ხშირად აპელირებდი რომ აი რაღაცა ყველაფერი გახდა უხერხული, როგორც ჩემი სიხარული დღეს, იმიტომ რომ სევდა უფრო მეტია ვიდრე სიხარული და მე არ მომწონს რომ ვზივარ აქ და მაინც კიდევ არსებობს ბევრი რეჟიმი, რომელზეც გვიწევს საუბარი და აი რას ბიჭებმა მინდა იცოდნენ ერთი რამ რომ აი ეს ბიჭები რამ ზიამაღლობელი გვიყურებს, ნინო დათაშვილი გვიყურებს. ესე თხოვნა რომ ზუსტად ამბრალდებით არის კიდე ერთი როგორც სამაგალითო ქალებს, იმიტომ რომ არ ვიცი მზიამაღლობელმა დღეს ნანუკას ვეუბნებოდი ქაჯაიას რომ ძალიან განვიცადა ის რომ ფიზიკურად რაღაცნაირად ვერ შევეჭიდე აი იმ პერიოდს როცა მზიამაღლობელი შემშეულობდა და პირველი ინტერვიუს დროს როცა ნანუკას ჩავერთე ეთერში აი ვთქვი კიდეც იქ რომ მზიას ბოდიშს ვუხდი მეთქი იმიტომ რომ რაღაც აი ძალიან მინდოდა რომ ყველაფერი მექნა და რაღაცა ის ხო იცი წნევა მქონდა მუდმივად 140 ანუ რა ცოტა არეული ვიყავი მაგკუთხითაც და ნუ რა ვქნა მირჩევნია მზიას გულწრფელად მოვუხადო ბოდიში რომ ამ კუთხით ვერ დავუდექი გვერდში მაგრამ მინდა უთხრა ყველას რომ არავინ არ იცის რა იქნება ხვალ მაგრამ მე ვიცი ერთადერთი რამ რომ არც ერთი რეჟიმის ტყვე ქალები მზიამაღლობელი ნინო დათაშვილი და არც ერთი ბიჭი რომელიც დღეს საპატიმროშია და ახლა გვისმენს არასდროს არ იქნება იმ პოზიციაში როცა თვალს ვერ გაუსწორებს ვინმეს სამაგალითოდ ივლის ბევრი ადამიანი რომელიც თვალებში ვერაზოს ვერ შემოგხვდავს ვერც სრუმოწმეები ვერც ის ადამიანები რომლებიც მოდიოდნენ და ტყუილს ამბობდნენ ვერც ის პროკურორები რომლებიც მოდიოდნენ რაღაცა იმ თავიანთი თარგით და თავისსავე თარგში გადადიოდნენ რაღაცა ბოდვით რეჟიმში და მუდარაში რომ გთხოვთ ეს ბიჭები დაიჭირეთ უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ ესე გვინაღოთ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვინმეს რაიმე ფორმით არა ჩვენ სიყვარულით სიკეთით ბედნიერების ავსე ხალხი ვარ დარწმუნებული ვარ პროფესიული ნიშნით ჩვენი ოჯახების სარკე ვართ ჩვენ იმიტომ რომ რაღაცნაირად აღმოჩნდეთ წინა ხაზზე და ჩვენ არასდროს არ დავუშვებთ სიძულველს, თუმცა სამართლებრივად ყველა დამნაშავეს, რომელმაც ძალიან დიდ ბოროტებაში დადო თითო აგური, მათ სრული კანონის დაცვით პასუხი უნდა აგონ და ვამბობ იმას, რომ იმდენად გვიმართლებს ჩვენ სიმართლე ზურგი, რომ თან ეს სიმართლე, რომელსაც აი ამ ფორმულირებით ხშირად ვამბობ, რომ ეს არის ჩვენი პერსონალური სიმართლე. ეს არის ერთადერთი სიმართლე, რომელსაც აი მედალს რომ ორი მხარე აქვს, ის ორი მხარე არ აქვს. აქ არის ერთი. ბოროტება დაუპირისპირდა ტყუილს და თან როგორ სასტიკად და ვერაგად. ნამდვილად და სხვა რადგან სოლიდარობაზე ნამდვილად სოლიდარობაზე რადგან საუბრობთ მათე დევიძე მინდა გავიხსენო შენი მართლაც შესანიშნავი აქტი სოლიდარობის სიტყვები სხვათა შორის დღეს ქეთი თუთბერიძე მთხოვა რომ ნიკასო აუცილებლად უთხარიო რომ აი და მომწერა ასე რომ შეიძლება მათეს გემი გახრეტილია მაგრამ ქვევიდან ხელს სხვა პატიმრები ვაფარებთო აი ეს სიტყვებიო, რომელიც ნიკამ შეუთვალა მათეს დის მეშვეობით, აი ეს სიტყვები დარჩება მართლაც როგორც გზავნილი ძლიერი და ატარებს ეს გზავნილი ძლიერ ენერგიას, ერთობის განცდას, ემოციას და ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არის ეს სიტყვებიო. აქ საუბარია სოლიდარობაზე და მართლაც აი დღეს დავიწყეს საუბარი ადამიანები, დედები, რომელთაც გაიგეს საკუთარი შვილების სასჯელი და დანაშაულით განაჩენი 2 წლით გაუშვეს პატიმრობაში, როგორ უხაროდათ შენი გათავისუფლება. ეს ისეთი დიდებული სანახაობა იყო და ამას ვერასოდეს ვერ გებულობენ მართლა სისტემის ის წევრები, ვინც საკუთარ შვილსაც ვერ უცხადებს სოლიდარობას. ეს რომ შენ რომ ადამიანი ხარ ჩართავ და ნახავ როგორ ულტყამენ სახეში წიხლს. შავ რუსულ ჩექმას ზვიად მაისაშვილს და ამაზე გული არ გითრთოლდება. ეს არ არის უბრალოდ სენტიმენტები, ანუ ბევრ რამეზე შეიძლება თვალი აგვიცრემლიანდეს, მაგრამ აი როგორ ვთქვა, გაწირვა, ანუ ხო არავინ არ იცოდა რომ გურამ როგა გადარჩებოდა.
არავინ არ ვიცოდით. მე პირადად არ ვიცოდი მაგათ შეხლა ცოცხალი იყო თუ არა. ნამდვილად. მარიამ გაფრინდაშვილიც ჰქონდა იგივე, როცა არ ვიცოდი როგორ იყო რაღაც. უამრავი ადამიანი მახსენდება მე მინდია გაბაძის აი ეს კადრი, როცა ის დაზარალებული არ აქვს სხვადასხვა ფორმით. იქ ზვიად მაისაშვილი ახსენე და ასეთი რამდენია ვიკა აი ის ბანერები, რომელსაც მე უკვე სატელევიზიო ეთერში 16 თებერვლიდან ვუყურებდი, მანამდე მოკლებული ვიყავი ამ ფუფუნებას. არ მქონდა ფიზიკურად ტელევიზორი და ჩემი ძმა მოთქვამდა თქვენი და კოლეგა მედია საშუალებების ეთერში, რომ აი ვერ ვადევნებდი თვალს და მე რო დავინახე, ანუ ეს სასამართლო დარბაზები უნდა იყოს სავსე იმ ადამიანებით, ვინც დანაშაული ჩაიდინა. რაც შეეხება სოლიდარობას, ნახე როგორი რაღაც მოხდა. მე ვიცნობდი მხოლოდ სამ ადამიანს, გიორგი ახობაძეს, საბას ხვიტარიძეს და ორჯერ ხელი მაქვს დაქნეული და გამარჯობა მაქვს ნათქვამი ზვიად ცეცხლაძესთვის. ანუ დანარჩენს არავის არ ვიცნობდი. სინამდვილეში რა მოხდა? მარიზირო ტირო და კურცხალი ცრემლი კი არა, ბევრი კურცხალი ცრემლი აუცილებლად ვარდებოდა. იქ რო ხედავდი ნანი გიორგი მინდაძის დედა რო სალაპარაკობდა, რომ აი გავწვევი რუსთაველზე და იცოდეთ რომ ეს მე ვარ თუ ჩემს ხმას გაიგებთ. იქ მე აი მოთხოვნილება გამიჩნდა რომ მე ანუ გასწავლეს მინდოდა, ანუ შინაგანი მოთხოვნილები მქონდა რომ მიმეწერა წერილი. გადამდებია ეს. კი ბატონო, დამეიმედებინა. როგორ გითხრათ, სრულიად ანუ თვალით არ გვინახავს მე და ანდრო ჭიჭინაძის დედას ერთმანეთი და აი როგორ გითხრა ანდროს რომელსაც არ ვიცნობ, აი რაღაც ბოლო პერიოდში, აი ბოლო თვენახევარში ხელის დაქნევის რეჟიმში ვიმყოფებოდი. კი ბატონო, თუ არის შესაძლებელი რომ ლიკა ჩავრთოთ, ცოტა ხანში კარგი იქნება მე და ნიკა ერთად მოვუსმენდით ანდრო ჭიჭინაძის დედას, ლიკას არაჩვეულებრივ ადამიანს და მე სულ ვამბობ მართლაც რომ გვასწავლიან, მე მშობლებისგან ვისწავლე ბევრი რამ, ვისწავლე სოლიდარობა, უანგაროსი. დამყარდა ეს კომუნიკაცია და არა თუ რეჟიმის ტყვეები ერთმანეთთან ესეთი იდეური თუ აი არ ვიცი რაღაც ხო იცი ცოტა ისიც გვაქვს რომ აი რაღაც თვალი დახუჭე, უცებ აი ეს ტელეპორტაციის ეფექტი რაღაცა ხო იცი ფანტაზია და ასე შემდეგ.